მოგესალმებით, მე ვარ ნათია ბოჭორიშვილი, ქალაქის ოზის 24 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. მინდა წარმოგიდგენთ პროექტი თემაზე სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება. მე მინდა მოგითხრათ ახლა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის ანუ იგივე თაკურის შესახებ. პირველ რიგში დავიწყოთ ჩვენი თემა უდიდესი ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, ხოლო წარსულისწოდით დაუცავს ყოველ ერთ თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ბინა. ამბობს ის. საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი საინტერესო კუთხეა, სადაც ადამიანმა შეიძლება იხილოს როგორც ახალი, ისე ძველი ცხოვრების მოწყობილი ძეგლები. ამ მხრივ აღმოსანიშნავია ლეჩხუმი ანუ იგივე თაკვარი, რომელიც ქუთაისიდან დაწყებული წყალყოფილამდე ორი მდინარის ხეობაში, მდინარე რიონისა და მდინარე ცხენისწყალშავის არსებულ მნიშვნელოვან ნომენკლატურულ ერთეულებს მოიცავს. ხვამლის მთას, რაჭის საზღვარს სოფელ ალპანასთან, სოფელ ორბელის უღელტეხილით, ქვემო სვანეთის საზღვარს მურის ციხესთან, ცაგერს და იმერეთით დაწყებული იმერეთში ჩამოდის. ლეჩხუმის იგივე თაკვარს დასავლეთით სამეგრელოსგან გამოყოფს ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისგან ლეჩხუმის ქედი, ხოლო აღმოსავლეთით რაჭისგან მდინარე ასკისწყალი და ხვამლის მთის მასივი. ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი მეოთხე ხანიდანაა დამოწმებული. წყაროებში პირველად მეოთხე საუკუნეში სკუმინის სახელწოდებით მოიხსენიება. საქართველოში იშვიათად მოიძებნება ადგილი, სადაც შედარებით პატარა ფართობზე ბუნებით იმდენად მრავალფეროვან სილამაზეს ხვდებოდეთ, როგორც ლეჩხუმში. ის იზიდავს ნებისმიერ ასაკის ადამიანს და მნიშვნელოვანია დღევანდელობაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ლეჩხუმი განთავსებულია მდინარეების რიონის, ცხენისწყლის, ჯონოვის ხეობებში. აქ ნახავთ ასხის მთის ლაბეჭინის, ხვამლის, საირმის კარსტულ საოცრებებს, ულამაზეს თვალწარმტაც ჩანჩქერებს, ლაშჭარისა და ძუღურის მინერალურ წყლებს. რაც შეეხება ლეჩხუმის ეტიმოლოგიას, ამ მხრივ მრავალი მოსაზრება არსებობს, ხოლო სახელწოდება თაკვარი უძველესი ხმისაა და მაშინ თვითონ ლეჩხუმი იგულისხმება. ასევე ჩვენ გამოვიწყოთ მოგზაურობა და მოგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრ ჩვენი ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდებს და უცხოელ სტუდენტებს გავაცნობთ ლეჩხუმი, ამ ხანის უნიშნულოვანესი ადგილები, მისი ზნეჩვეულებები, ტრადიციები, ბაზის კულტურა და სხვა. პირველ რიგში გადაწყვეტ, რომ ლეჩხუმელი ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ეს მოხდა 1912 წლის ზაფხულზე, მან დაიწყო მოგზაურობა ქალაქ ქუთაისის უბნიდან ჭომიდან, ის გააცილეს პირდონ წერეთლის ოჯახიდან. პირველ რიგში ის იმყოფებოდა სოფელ დირჩში. აკაკი წერეთელი დიდად მოხიბლული დარჩა ამ კუთხით და მან ლექსიც კი დაწერა, სადაც ჩვენს ლეჩხუმს ის ულამაზეს სამოთხეს ბაღს ედემს ადარებს. თვითონ ედემი არ არის, ედემის შესადარია, ამბობს პოეტი. ხოლო სოფელ ლაილაში საზოგადოებამ აკაკი წერეთელს ვერცხლის ჯოხი უბოძა საჩუქრად. სოფელი ლაილაში ლეჩხუმის სოფლის შორის ერთ-ერთი ცენტრალური სოფელია, ადრე ქალაქად წოდებული. აქ დასახლება იყო სომხების, ებრაელებისა და ქართველებისა, რაც ძალზედ იშვიათია. სოფელ ლაილაში სასაფლაოზე დგას ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნის თარიღით არის დათარიღებული. რაც შეეხება სოფლის ცენტრში დგას სინაგოგა, როგორც თქვით, აქ ცხოვრობენ ტოლერანტულად ებრაელები, სომხები და ქართველები, ხოლო ებრაელები მოგვიანებით დატოვეს ჩვენი კუთხე და გადავიდნენ თავის სამშობლოში ისრაელში. ისინი დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ასეთი მკვეთრი შთაბეჭდილება მოახდინა ლეჩხუმის თითოეულ სტუმარზე, გარწმუნებული ვართ, რომ ის ტურისტებისთვისაც ასევე ძლიერ საინტერესო იქნება. მოდით ახლა დავიწყოთ მოგზაურობა ჩვენი ქუთაისიდან, რომელიც მდინარე რიონის ხეობას მიუყვება. სოფლების ოქუჩაძის, ჟონეთის, ნამოხალის გავლის შემდეგ სოფელ მექვენესთან თვალს მოგტაცებს უზარმაზესი და უზარმაზარი ხვამლის მთა. ხვამლის მთა ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის გაშენებულია 10-15 კილომეტრზე, ქუთაისიდან 20-25 კილომეტრის დაშორებით. ხვამლის მთის თხემიდან იშლება ზაფხულის სანახაობა, წინშუან შეგვეძლება დავინახოთ ლიხის ქედი, აჭარა-იმერეთის მთები, ასევე შორს მოჩანს იალბუზის შხარა-შხელ და ეს ძალიან ძამაზია სანახაობრივად, ხოლო რაც შეეხება ხვამლის მთის სიმაღლის 2000 მეტრს აღემატება, ეს არის ბუნებრივი მთის მასივი, მაშინ გამოვლენებულია 6 გამოქვაბული. ცნობილი მთასვლის ალიოშ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოეწყო ექსპედიცია, სადაც შესწავლილი და გადასტურებული იქნა, რომ ხვამლის მთა დავით-აღმაშენებლიდან მე-4 საუკუნემდე განსაცავად ითვლებოდა. ხვამლის მთაზე დიდად მნიშვნელოვანი ყოფილა მასზე განლაგებული ეკლესია, რასაც მოწმობს დღესასწაული ხვამლობა. ხვამლობის დროს აქ სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან განსაკუთრებით სვანები და ლეჩხუმები, იქ სწირავენ კაკალს, ხომბალს, საკლავს. არსებობს ლეგენდა, რომ თუ ლეჩხუმის მთიდან ხვამლიდან მოისმა გაზაფხულზე არ მოისმა ქოხონის ხომ, მაშინ იმ წელს გვალვიანი მოსავალი იქნება. ეხლა გამოგწევთ მოგითხრათ ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდას ჩანჩქერ ვერცხლის თავაზე, რომელიც 6 თვე გადმოიჭრება მდინარე რიონის ხეობაში, ხოლო შემდეგი 6 თვე მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. ეს ძალიან გასაკვირი ფაქტია, ხოლო მოსახლეობის გვით არსებობს ლეგენდა, რომ აქ თავში წესდები და გვერდის ცოლებასთან ერთად იცვლება მდინარის მიმართულებას. სოფელ ალპანასთან არის აღმართული ულამაზესი ახალგაზრდების ციხე, რომელიც დიდი მნიშვნელობისაა, თავდაცვის მნიშვნელობას წარმოადგენდა. სოფელი ალპანი და სოფელი აბეჭდინეში ასვლისათვის 8 კილომეტრი უნდა გამოიაროთ ფეხით აღმართ
საკუთხისა, რომელსაც ყვია რაჭა. ჩვენ ისევ რაჭაში შევიდა ვაგზავნეთ თანახმადებლად, არ შემდეგ გვახობთ სოფელ ორბელს, სადაც ულამაზესი აქვს ულამაზესი ლაჯანურის მისვრახება, ლაჯანურის ხეობა მოგვაგონებს არიელის ხეობას, და არიელის ხეობა მკაცრი კლდოვანი მთებით არის შემოსილი და სასტიკია, ხოლო ჩვენი ლაჯანური კი მწვანე მცენარეებით შემოსილი ნაზი და კეკლუცით. განვაგრძობთ ისევ სოფლების განხილვებას, მივუახლოვდით სოფელ არიაში თავისი არის სოფელი თაბორი, ეს მოგვეხსენება წმინდა თაბორის მთა არის ისრაელში, სადაც მოხდა ფერისვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მოხარული ქართველ ამ სახელწოდების სოფელი ლეჩხუმშიც მდებარეობს. სოფელი მოსახლეობითი და საინტერესო და განთქმული სოფელია, აქ არის ძალიან ლამაზი ლეგენდა, მოგვეხსენებათ მეფე თამარი მოგზაურობდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და ერთ-ერთი მოგზაურობისას, როცა ლაჯანურის ხეობაში იმყოფებოდა, მსახურმა მას მიართვა წვნად ქლიავის ნაყოფი, რომელიც ძალზე მსხვილი და გემრიელი იყო. მეფემ როგორც კი იკითხა, საიდან იყო ეს ქლიავი, უპასუხა, რომ ეს სოფელი უსახელოა და ამის შემდეგ დაერქვა მას უსახელო. ქლიავის ამოცით მოკლე მქონე უსახელოები, რომ ცნობილია თავისი გემოთი, დიდად ემის კამათი არ უნდა. ეს ჩამოტანილი არის საფრანგეთიდან და კონსპირაციის მიზნით მისი სახელი მას სახელი არ ეწოდა და დაერქვა უსახელო. შეუძლებელია ამ კუთხის თუმცა არ გავასწრებთ ულამაზესი ცხეთის ეკლესია. სოფელი დაცულია გაშენებულია მაღლობზე, ხოლო 1898 წელს არის აგებული წმინდა ივიტესა და კრიტიკეს სახელობის ტაძარი, ასევე სოფელი ლაჯანა, რომელიც ლაჯანის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, აქ არის გელეონების ციხე, რომელიც დიდი მნიშვნელობის იყო ეროვნულმა განშენებული არის სამი კოშკი. შეუძლებელია გამოგვიჩეს ორბელის უღელტეხილის შემდეგ ცნობილი კურორტი ლეჩხუმისა, ეს არის ლაშიჭაო, რომელიც სახელად განთქმული თავისი მინერალური წყლებით, მაგნიურ კალციუმიანი წყლით, რომელიც გამოიყენება როგორც სასმელად, ასევე აბაზანებისათვის. ასევე ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება თუ მდინარეების ხეობაში ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ რაფტინგით და მდინარეების დაშვების საშუალებას. ასევე ჩვენ არ უნდა გამოგვიჩეს ცხენისწყლის ხეობა, მასზე განლაგებული სოფლები, ეს არის სოფელი ზუბი და სოფელი ოყურეში, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა. არ უნდა გავუსწროთ ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც სტუმრებს იქნებათ შესაძლებლობა გაიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია ლეჩხუმის შესახებ, ხოლო რაც შეეხება ლეჩხუმები დიდად ცნობილები იყვნენ განსაკუთრებით მთასოვლობაში და ლიტერატურაში დიდი წვლილი მიუძღოთ, განსაკუთრებით ცნობილი არის ლადო ასათიანი, სოფელი ბარდნალიდან, რომელსაც დიდი სიტყვა თქვა ქართული პოეზიის განვითარებაში. ასევე ბრუნდებით ცხენისწყლის ხეობაში, იმედაც გვახოდებით, ჯერ პირველად შეხვდება სოფელი ხონის სოფლების, შემდეგ გვახოდებით წყალტუბოს ბალნეოლოგიურ ცენტრს და ამის შემდეგ ბრუნდებით ჩვენს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. მინდა ჩვენი მოგზაურობა სანახაობრივი თვალსაზრისით მეტად სასიამოვნო და დატვირთული იყოს, სტუმრები დაშვენ კმაყოფილი და ინტერესი გაუჩნდეთ ამ კუთხეს უფრო ახლოს გაცნობისა. რაც შეეხება ჩვენი მოგზაურობა, მინდა დავამთავრო დიდი ასევე ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, როგორც ამბობს, რომ როგორც კაცად ათიხსენება ის მაწანწალა გოგონა, ვისაც არ ახსოვს საიდან მოდის ან სად მიდის, ასევე ის ერთად სახსნებელი არ არის, რომელსაც ღმერთი გაწყრომია და არ ახსოვს თავისი ისტორია. შუა მომდევნო სად დაგაზეთ გაჩერდა მამა, წარსული საზრდოებია აწმოსი, როგორც აწმოვი მამის და შუა მომდევნო სად დაგაზეთ გაჩერდა მამა, რომ იქიდან დაიწყოს ცხოვრების